სიძარღველი და განვითარდება კორტიკალური ნეკროზი, მოიშლება ძვლის კორტიკალური უბლის კვება და კორტიკალური ნეკროზი განვითარდება. ამიტომ ესე იგი შეყოს მაქსიმუმ 0.5 მილილიტრის ანესთეზია ისიც ნელა. გარეგებია ხო? შემდეგი არის ინტრაოსალური ინფილტრაციული გაუტყივარება. ეს ინტრაოსალური ინფილტრაციული გაუტყივარება რაღაცაა? როდესაც უშუალოდ ძვალში შეყავს უთვარი მეორე, ეს იქნება მესამე. უშუალოდ ძვალში შეყავს ესე იგი ანესთეზია. ამისთვის როგორ ვიქცევთ ბავშვებო? რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩავატარებთ აპლიკაციას ან ინფილტრაციას, ინფილტრაციულ გაუტყივარებას ლოცვიანი გაზეთა და შემდეგ წვრილი მრგვალთავიანი სტერილური ბორით ბიორდი გავჩხვრეტავთ ძვლის კორტიკალურ როგორც ვიმსოლით ისე ძვლის კორტიკალურ ფირფიტას. მაგრამ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ორი მეზობელი კბილის ფესვების ინტერვალის დონეზე, რომ არ დავაზიანოთ რომელიმე კბილის ფესვი. და ამ წარმოქმნილ ძველ არხში შეყავს უკვე შპრიცის ნემსის წვერი და უშუალოდ ღრუბლისებურ ნივთიერებაში, აი ამ ორ კბილს შორის შეყავს საანესთეზიო ნივთიერება და მომენტალურად დგება ამ ორ მეზობელ კბილზე ანესთეზია. ეს არის ინტრაოსალური, ანუ ძვალში და ინფილტრაციული ანესთეზია. და თქვათ რატო შეიძლება ეს გამოვიყენოთ და ის არ დავჭირთ, თქვათ ის უფრო მარტივი ხან ხდება ხოლმე რომ ესე იგი უნდა ჩავატარო მე ვიტალური ექსტირპაცია, ამპუტაცია პულპით და ვერ დგება ეს ის არა. პულპაზე პულპად ვერ აღწევს ეს აქ შეყვანილი პულპამდე, გამიგე? არ მინდა რომ დავადო დარეშანი. შემდეგ არის ინტრალიგამენტური ინფილტრაციული გაუტყივარება, მეოთხე სახე. აი ინტრალიგამენტური ინფილტრაციული გაუტყივარება. პერიოდონში შევეყვანო. უშუალოდ პერიოდონში შეყვავს. ნახეთ ბავშვებო, კბილის ყელის არეშელი ყალთა, ანუ შემომხვევიები. მე თუ გავჩვეტავ ამ ყალთა იობს ნემსის წვერი და უშუალოდ პერიოდონში შევიყვან, ანესთეზიის ექნება ინტრალიგამენტური, იმიტომ ლიგამენტუმ დენტის, ხო? ანუ ესე აი ამას როცა გავჩვეტავ, ეს იქნება ინტრალიგამენტური და შესაბამისად დადგება როგორც პერიოდონზე, ისე პულპაზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ პერიოდონთან შედიწევს ეს ნერვუს სიძარღვანი კოდა, ხო? ვიწრო აპიკალური ხვევით პულპის ღრუში და უშუალოდ კბილის მაგარი ქსოვილების ესე იგი ნერვულ და ფუბალურ ტროფიკას, ანუ ინერვაცია და კოდა. და შემდეგი გალი მეხუთე არის, ეს არის მეოთხე, ხო, დავაწეროთ მეოთხე და მეხუთე არის ინტრაპულპური ინფილტრაციული გაუტყივარება, ღრმა კარიესი მაქვს დაუყვა, ხო? და თხელი ძენტილის ტიხარიღაა დარჩენილი პულპის ღრუსა და კარიესულ ღრუს შორის. აი აქედან შემიძლია შევიყვანო, ხო? გავჩვიდო ეს თხელი ტიხა და უშუალოდ პულპაში შევიყვანო 2-3 წუთი საანესთეზიო ხსნარი. და დადგება უშუალოდ პულპაზე, არ მინდა რომ დარეშანი დავადო, მინდა რომ ვიტალუროთ, ეს ცოცხალი პულპა ანალოგია, ხო? ის იქნება ინტრაპულპური ინფილტრაციული გაუტყივარება მეხუთე. ეხლა ჯობია ესე იგი აი ინტრალიგამენტური ინფილტრაციული გაუტყივარება ჩავატაროთ, ინტრალიგამენტური მეოთხე. ჩავატაროთ ინსულინის შპრიცით, რომ ძალიან არ დავაზიანოთ ლიგამენტი ცირკულარის დენტის, ხო? რომ მე პირის ზღუდან არ განვითარდეს, თუ ძალიან დაზიანდა, შეიძლება პირის ზღუდან შეიჭრას ინფექცია და განვითარდეს მარგინალური პერიოდები. ამიტომ ჯობია ჩატარდეს ინსულინის შპრიცი. ეხლა ინფილტრაციული გაუტყივარება არსებობს გავრცელების მიხედვით ორი სახის, პირდაპირი და არაპირდაპირი. ეს იქ სახეების მიხედვით, ხო, მეთოდების მიხედვით 5 სახისა და უკვე ვიცი. ეხლა გავრცელების მიხედვით არსებობს ორი სახის, პირდაპირი და არაპირდაპირი ინფილტრაციული გაუტყივარება. ასე წოდება პირდაპირი ინფილტრაციული გაუტყივარება. ბავშვებო, პირდაპირი ინფილტრაციული გაუტყივარება არ გაუტყივარების სახე, როდესაც ესე იგი საანესთეზიო ხსნარის ქსოვილებში შეყვანით უშუალოდ იმ ქსოვილების ესე იგი გაუტყივარება დგება. და არაპირდაპირი ესე იგი ეწოდება ინფილტრაციის სახეს, როდესაც ესე იგი საანესთეზიო ხსნარის ქსოვილებში შეყვანით დიფუზიის შედეგად ხდება მეზობელი ქსოვილების გაუტყივარებაც. აი მაგალითად მე ჩავატარე სუბმუკოზური ინფილტრაციული გაუტყივარება. შევიყვანე ესე იგი ანესთეტიკი ლორწოვან გასა და პერიოსტეუმს შორის. რომელი ორი ქსოვილისთვის იქნება ესე იგი პირდაპირი?
ლურჯოვანგართა პერიოდის მაგრამ ახედა რომ ძვლისკვებავის არხები შეახსას ძვლის ღრუბლისებურ ნივთიერებაში მიაღწევს კბილბუდეებს, მიაღწევს კბილებს, პერიოდოს ცხოველების რა იქნება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ? არაპირდაპირ. არაპირდაპირ, იმიტომ რომ დიფუზია დიფუზიით გადავა, ხო? დიახ, მართალია, ეს იქნება არაპირდაპირ ინფილტრაციის გაუძლიერება. მაგრამ მე თუ ჩავატარებ ინტრალიგამენტურ ინფილტრაციულ გაუძლიერებას, პერიოდონტის ის პირდაპირ იქნება თუ არაპირდაპირ? პირდაპირ, იმიტომ რომ პირდაპირ შევიყარებ. ან პულპისთვის იქნება არაფერდა. პულპისთვის არაფერდა. თუ ინტრაპულპუს ჩავატარებ, პულპისთვის იქნება პირდაპირ. გავიგეთ პრინციპი რა არის პირდაპირ და რა და არის. რა მაინტერესებს იცი? წელანა ის რა ქვია, ღრუბლისებრი ის რა ქვია, ქსოვილის გახვედას რო ვაწარმოებდით და იქ უნდა გავიკეთებინე. ეს არის ძვლის ღრუბლისებური ნივთიერების იქნება პირდაპირ. ხო, მაგრამ აქედან პერიოდონტის და კბილის არაპირდაპირ. ხო. იმიტომ ისენო შეჯანოს პერიოდონტში და მიაღწევს კბილებამ. და ვთქვათ არაპირდაპირ და პირდაპირ შორის რა განსხვავება? აი მაგალითად ის რომ არ გავაკეთოთ და ესეთი ფუზიის საშუალებით გადავიდეს არაპირდაპირ ვთქვათ იქ. არ მოხდება ისეთივე გაუტკივარება როგორც იმ ვერ შემთხვევაში. ვიცი რას მეკითხები. რა თქმა უნდა პირდაპირ